გამარჯობა, ცუგობარი თქვენთან არის, თქვენ უყურებთ ცუგობარის რჩევებს, რომელიც კომპეტენტოსთან ერთად არის მომზადებული და დიდი მადლობა მას ამისთვის. დღეს ჩვენი თემა არის ძალიან საჭიროებო და მნიშვნელოვანი, რასაც ქვია აგრესიის მართვა, რა თქმა უნდა, ეს ძირითადად ძაღლებს ეხება, თუმცა კატებმაც იციან ხოლმე აგრესია და ამაზე სასაუბროთ, აი ამ არაჩვეულებრივ ადგილას დავპატიჟეთ კინოლოგი და მწვრთნელი გია ჯავრიშვილი, ადამიანი 40 წლიანი გამოცდილებით ამ სფეროში და მე დარწმუნებული ვარ მისგან ბევრ საინტერესოს მოვისმენთ. აბა, დავიწყოთ. ჩემს ბავშვობაში ერთი ანიმაციური ფილმი იყო, მულტფილმი, ცხადია ჩემს ბავშვობაში რუსული მულტფილმები იყო ძირითადად და იქ მღეროდნენ ესეთ რამეს. ცოტა უცნაური მულტფილმი იყო ბავშვების, ალბათ უფრო უფროსებისთვის, რომ ძაღლიო ikpiნება მხოლოდ ძაღლური ცხოვრებიდან გამომდინარეობს. Только от жизни собачьей собака бывает кусачей. რას ვეძახით ჩვენ აგრესიის მართვას, როდესაც ამ ტერმინს ხმარობთ? აგრესიის მართვა ნიშნავს იმას, რომ აგრესიული ძაღლი მართოთ ისე, რომ სხვას არ მივანიჭოთ დისკომფორტი, ესე ვთქვათ. მეორე მხარეა, რას ნიშნავს აგრესიული ძაღლი, იმიტომ რომ გაგებაში არის ცნება, რომ ყველას ძაღლმა თუ დაიყეფა, ფიქრობენ, რომ აგრესიულია. ამავე დროს ყეფასაც გააჩნია, როგორი ყეფაა, როგორი ინტენსივობით, როგორი ხმით, როგორი ტანის მოძრაობით, როგორ გამოხატავს ყეფას, აგრესიას. თავიდან ამაზე როგორ მართოთ, ეს უკვე გამოცდილების ამბავია, როგორ უნდა იმართოს აგრესიული ძაღლი, გამომდინარე იქიდან რა ცხოვრება გაიარა ამ ძაღლმა. თუ კი იმან გაიარა ძალიან რთული ცხოვრება და ამის გამო ან შიშის გამო გახდა აგრესიული, მაშინ სასურველია, რომ მართოთ წვრთნის საშუალებით, დავიწყოთ ჩვენზე მიპყრობით, ჩვენზე გქონდეს ყურადღება და გადავატანინოთ ყურადღება ჩვენ თავზე. ეგ როგორ? აი ეგ პრაქტიკაში უნდა გამოვიყენოთ ან საჭმლით, კვებით, ესე იგი, ანუ სასუსნავით, აგრესიას ვუნაცვლებთ საჭმლით? საჭმლით. თუნდაც, თუმცა ხშირ შემთხვევაში არის ხოლმე რომ იმდენად გადართულია. კი. აგრესიაზე რომ აღარ აინტერესებს იმას თქვენი კვება. არსებობს ბრძანება, ან გამოკაჩვა ან თქვენსკენ, ან მოცილება იმ დროს, როცა აგრესიულია. ნუ ხშირ შემთხვევაში გამახსენებელი ფაქტორები არსებობს. ეს არიან შიშარა ხალხი, რომელსაც ეშინია და შეიძლება სულ არ უნდადეს იმაზე იმ ადამიანთან წასვლა აგრესიით, მაგრამ ამან გამოიწვიოს იმის ქცევა, ადამიანის ქცევა ამის მიმართ. და ძაღლმა გამოხატოს აგრესია ჩვეულებრივ იმ ადამიანზე. თუმცა ხშირ შემთხვევაში შიშარა ძაღლები გამოხატავენ უფრო ხშირად ამ აგრესიას ადამიანების მიმართ. მე მგონი ადამიანებშიც იგივეა. რა თქმა უნდა. რომ აგრესიას შიშა თავდაცვა ყველაზე კაი ვარიანტია თავდასხმით. მოიგერიო. ამიტომ თავდასხმაზე გადადიან შიშარა ძაღლები. რამდენად მოდი ესე ვიკითხო, რამდენად აგრესიული ძაღლის მოთვინიერებაა შესაძლებელი? არის რაღაცა ზღვარი, როდესაც უკვე იმ ძაღლს უკვე აზრი აღარ აქვს იმის წვრთნას და იმასთან მუშაობას. რატო გეუბნებით? აი, სოფლებში განსაკუთრებით იციან ხოლმე, რომ უფეს უკვე გაავდა და ან უნდა დააბა სამუდამოდ, ან თოფი უნდა ესროლო. აი, რამდენადაც ბრუტალურად არ უნდა ჟღერდეს, ეს ხო რეალობა, ხო ვიცით რომ ეს. აქ იმის გაგება საჭირო მიზეზი, რისგან გაავდა. რა მომენტში გაავდა? რა იყო იმის მიზეზი, რომ ესეთი ავი გახდა? ეს იყო გენეტიკური ფაქტორი თუ შეძენილი? ამის და მიხედვით უკვე გავსაზღვრავთ რამდენად უფრო იოლი იქნება მისი დაბრუნება ის ჩვენ სასურველ პოზიციაზე.
ყველას დაბრუნება შეიძლება? ყველას დაბრუნება შეიძლება, მაგრამ 100%-ით არა. ანუ სადღაც მაინც გაახსენებს ის პრობლემა, რაც ქონდა ადრე, რაც შეიძინა, ან გენეტიკური ფაქტორი. გენეტიკური ფაქტორის სუნთლიანად მოხსნა პრინციპში შეუძლებელია. ეს ზოგადად მე მოვიხილეთ. ეხლა დავიწყოთ. საიდან რა საკიდან ვიწყებთ აგრესიის მართვაზე მუშაობას ლეკვში? 4 თვიდან. მარტივი მეთოდით, ეს არის სასუცნავით, ბრძანება, დავასაჩუქრეთ. ბრძანება, დავასაჩუქრეთ. ანუ ჩვენ ვართ ესე ვთქვათ თავარი მის ხროვაში, თავრება და ვერ უნდა გამიბედოს იმან ჩემზე აგრესიის გამოვლენა. ვერ უნდა გამიბედოს. ჩემზე და ამავე დროს სხვაზეც როგორ აი ეს როგორ მართვა? სხვაზეც. ხო. ანუ რაც შეიძლება უფრო მეტ ხალხთან გასვლა, უფრო მეტი სეირნობა, უფრო მეტი ენერგიის დახარჯვა, უფრო სოციუმის შექმნა. აი სოციუმის შექმნა არ არის მარტო რომ ხმის შეეშინდეს, ძაღლებთან რო არის ჩხუბოს, ან აქ ხალხში ყოფნა, რომ მიხვდეს, რომ ენდოს ხალხს. როცა ვნახავთ, რომ უკვე ძაღლი მუშაობს და გვიჯერებს სასუცნავის გარეშეც, ის ძაღლი არის ძალიან კარგი, მოქმედი და უაგრესიო. თუმცა შესაძლებელია არაკინოლოგმა აიყვანოს ლეკვი და დაუშვას შეცდომები. რა ტიპის შეცდომებია? შეცდომები დაუშვას ის რომ თუ შიშარაა ძაღლი, სტუმარი რომ მოდის, მოაცილებს ამ პრობლემას და შეიყვანს სხვა ოთახში. იმის მაგივრად რომ ეს პრობლემა მოუხსნას, შეყავს სხვა ოთახში, ეს ერთი, ეს შეცდომაა. ძალიან დიდი. რომ მოდიან ბავშვები და მოაფერებინოს, არაა პრობლემა. თუ კი ის სახლის ძაღლია და არა სპეცძაღლი, სპეცმომძაან პოლიციისა. ან ასე შემდეგ. მე ვთვლი რომ პირადი ძაღლი და არა სპეცძაღლი უნდა იყოს ყველასთვის ხელი მიცავდა. აი მოეფეროს კი ბატონო, არ არის პრობლემა. თუმცა იმაზეც უნდა დავგეშოთ თავდაცვაზე. მაგრამ ჯერ უნდა ვმართოთ ის. კი ბატონო. ის რომ ადამიანმა უნდა მიიყვანოს ძაღლი კინოლოგთან და ის გაწვნის უკვე მაღალ დონეზე გასაგებია, მაგრამ რა შეიძლება გააკეთოს ყოველდღიურობაში ადამიანმა იმისთვის რომ აი ეს არ გაექცეს? არ გაექცეს. კი ბატონო, ადამიანმა სანამ აიყვანს ძაღლს, უნდა გაათვითცნობიეროს რომ რისთვის უნდა ეს ძაღლი, რა ჯიში უნდა, როგორი ფსიქოტიპის ჯიში უნდა, როგორი თვითონალი ფსიქოტიპი, რომ გამოიყენოს ის ძაღლი შესაბამისად. თუ უნდა მაგას ვთქვათ ინგლისური ბულდოგი და უნდა რომ აგრესია მართვადი კონდეს, კაცზე დაგაგეშოთ რომ დაცვითი ფუნქცია კონდეს, არ ექნება, იმიტომ რომ იმ ძაღლს სუძინავს. ყავაზე გაზრდილი ძაღლია ეგ, სუძინავს. ანუ თუ არის ადამიანი სპორტსმენი, მაშინ შეიძლება ყავდეს მალინოა, ბელგიური ნაგაზი, კი ბატონო, გერმანული ნაგაზი. იქამდე უნდა მიიყვანოს თვითონ, მაგრამ მაინც უნდა კონსულტაცია გაიაროს კინოლოგთან. ყველა ვარიანტში, იმიტომ რომ YouTube-ზე ნასწავლი ვერ გამოადგება და რატომ? იმიტომ რომ YouTube ვერ ეტყვის იმ მომენტში რა შეცდომა დაუშვა წვნის დროს. ესე იგი, სანამ კინოლოგთან მოვა, რაც თვითონ შეუძლია გააკეთოს, ეხლა როგორც თქვენი სიტყვებიდან ხვდები, არის ის, რომ მორჩილება ასწავლოს და აი ამ საჭმელებით და სასუცნავით დაჯილდოვებით მიაჩვიოს ბრძანებებით მოსმენას და შესრულებას. ოღონდ როცა გააკეთებინებს, მაშინ დააჯილდოს. ყოველთვის დააჯილდოება არ უნდა იყოს. ერთი ესეთი პრაქტიკული კითხვა მაქვს კიდევ. ამბობენ რომ გამიგია რომ ძაღლმა არავითარ შემთხვევაში პატრონს არ უნდა დაუღრინოს, რაც არ უნდა პირიდან გამოაცალოს იმან საჭმელი. აი ამას როგორ შეიძლება რომ ლეკვობიდან მივახციოთ? ისე შეჩვევით. ისე კვების დროს იქ ხელი ჩადოს, აჭამოს ხელიდანაც, მიიღოს ხელიდან საჭმელი. ანუ შეეჩვიოთ, კი არ ვართმევ. ხო. ანუ იქავარ, მეც მანდა ვარ. ან თუ ეგეთი სიტუაცია მოხდა, მაშინ გაუცვალოს ეს კვება რაღაც სხვა რამეში. იგივე სასუცნავში. კი არ გართმევ, ანუ იმის ასოცირება არ შეუქმნათ ძაღლს, რომ მე იმას კვებას ვართმევ. და დაუშვათ ვართმევ. მაინც ხომ არ უნდა დამიღრინოს? არ უნდა დაგიღრინოთ, არა. აი დაუშვათ და ლეკმა არ, ნუ არ იცის. დამიღრინა. ჩემი რეაქცია როგორია? მე ესეთი რამე მასწავლეს, გოდიში.
რომ ზურგზე უნდა დააწვინო, ეგეც არის. სანამ არ დაგნებდება, მართალებს სანამ არ დაგნებდება, ცოტა ხანი უნდა ყავდეს. კი ბატონო. და რო დაგნებდება, მე ისევ გამოვართო, ისევ თუ დაგიღრენს, ისევ დააწვინო. არის ეს? არის, რა თქმა უნდა, მაგრამ ერთი ფაქტორიც არის. ხროვაში მგლები თქვათ. დაღლისებრთა ოჯახია, ხო? თავარი ჭამს პირველი. თუ კი ლეკვი მივა და შეეწილება, მაშინ რა შვება მგელი? ცოტა წაგდეს. ამიტომ ხელით ოდნავ წავარტყავთ. კბენის იმიტაციას გავაკეთებთ. გასაგებია. ანუ შენ არა გაკუფლება, ჯერ შენჯერი არ არის. შენჯერი არა. თუ ჭამ, მე შემიძლია მე მაქვს იმის უფლება, რომ მე ეს კვება გამოგართვა. მაგრამ არა ისე რომ გამოგართვა და წავიდე და გაგავიქცე, არა. ანუ ხროვა, ოჯახი, დედა, მამა, შვილი და თქვენი 4 ხა მეგობარი, როცა მიირთმევთ, პირველები ყოველთვის მიირთვით თქვენ და მერე ძაღლი. იყო ეგეთი ცნება, რომ აი ჯერ ძაღლმა უნდა ჭამოს და მერე ჩვენ. ძაღლი ვინ არის? არ არის თქვენი ხროვის მეთაური. მეთაური არ არის. თქვენ ახართ მეთაური. სახლი ძაღლისი არაა, სახლი არის თქვენი. თქვენ უბრალოდ მოიყვანეთ თქვენთან მეგობარი და გაუნაწილეთ თქვენი სივრცე. ეს იმას არ ნიშნავს, რომ ეს სივრცე იმისია მარტო. ხო? ამიტომ რაღაც ჩარჩოებში უნდა ჩავსვათ მისი ქცევები. კომპეტენტოს ჩვენი სპონსორის შეკითხვა არის, გადაწყვიტა კომპეტენტო რომ ჩაერთოს ამ საქმეში და ესეთი შეკითხვა შემოთავაზეს, გამომიგზავნეს, რომ რა შემთხვევებშია ყველაზე ხშირი ძაღლის გააგრესიულება? რა მიზეზები ხდის ძაღლს ყველაზე ხშირად აგრესიულს? მიზეზები ყველაზე ხშირად არასწორი მოპყრობა ძაღლთან. ზედმეტი მოფერება. ებასაც შეუძლია რომ რა თქმა უნდა, ზედმეტი, კი ბატონო. და იმ მომენტში, როცა აგრესიულია, არაფრის თქმა ძაღლისთვის. ანუ იგნორი. აჰა. აი რო უყევს და არაფერს რო არ ეუბნებიან ძაღლს, ან გაჩერდიან და ცემა პირველ რიგში. ძაღლის ცემა დააშინებენ, პრობლემა შეექმნება და მერე თავდაცვის მიზნით იქნება აგრესიული ძაღლი. დაბმა არავითარ შემთხვევაში. ესეც არის ერთ-ერთი მიზეზი იმისი, რომ შეიძლება გამოვიდეს ავი. და რატო? იმიტომ რომ ის შეზღუდულია მოძრაობაში და რაღაცისთვის გაიწევა, თუნდაც უნდა რომ მოშარდოს და მონიშნოს და ვერ მიდის იქამდე. ესეც არის პრობლემა. და არასწორი შენახვა ძაღლისა. თუნდაც პატარა ადგილში რომ გამოკეტავენ ხოლმე ძაღლებს, ეგეც პრობლემაა. ეგ ძალიან დიდი პრობლემაა. მოდი ახლა ცოტა ჯიშებზეც ვთქვათ. მგლის შთამომავალი არის, შესაბამისად ალბათ ყველაში იქნება, ასე თუ ისე აგრესია, მაგრამ თუ არის რაღაცა ჯიშები, რომლებშიც მეტია და თუ ვინმეს უნდა რომ დავუშვათ უფრო ამ მიმართულებით ყავდეს ძაღლი, ესენი უნდა აირჩიოს თავდაცვისთვის. თავდაცვისთვის, ცხადია, თავდაცვისთვის მე მგონი მაგ ხალხზე არ გავდივართ ჩვენ, ჩვენი აუდიტორია არ არის. ძალიან კაი. ხო, ეს ერთი და ვისაც არ უნდა რომ ნაკლები სამუშაო ქონდეს ამ მიმართულებით, ურჩევნია ესეთი თბილი ურაბა ძაღლი. კი ბატონო, პირველი მუშა ძაღლებიდან პირველად დავასახელებდი გერმანულ ნაგაზს. მეორე ჯიშს დავასახელებდი ბელგიურ ნაგაზს, malinois. მესამე ჯიშს დავასახელებდი როტვეილერს, გერმანულ ჯიშს. შვენიერი ჯიშია, თუმცა სახელი გაუძახეს ჩვენთან სამწუხაროდ. როგორ? არაკომპეტენტურმა ხალხმა თქვა, რომ ეს ჯიში არის აგრესიული, სიგიჟეა. ყველა ძაღლი შეიძლება გამოვიდეს აგრესიული. ეს გერმანული იქნება, თუ როტვეილერი, თუ პიტბული. აი ამ ჯიშზე მაგალითად წერია, რომ შვენიერი ჯიშია, მაგრამ აქ ზოო აგრესია. და სხვა ცხოველების მიმართ, კი ბატონო. ბოქსიორი, შვენიერი ძაღლია, უნიკალური ჯიშია, გერმანული ბოქსიორი. აი ამ ძაღლს მაგალითია მე ურჩევდი. აგრესია ვისაც შეიძლება რომ ძალიან კარგად მართოს მისი აგრესია. ნაკლებ აგრესიულებზეც გითხარით. რეტრივერი, ლაბრადორი რეტრივერი. თუმცა მაგაშიც კი აღმოაჩინეს აგრესია. ძალიან დიდი. მაგრამ ეს უკვე გენეტიკური პრობლემაა და შეძენილიც. Golden retrieveri, კიდე პატარებიდან შიცუ
მოფსი, ბეგი ქვია ჯის. შონტანზური ნაგაზი, შვენიერი ძაღლია. ფრანგული ბულდოგი, ძალიან კარგი ძაღლია. ეს ყველაფერი დამოკიდებულია მოვლაზე. თავარი მაინც ყველა ჯიშისგან შეგიძლიათ გამოიყვანოთ აგრესიული ძაღლი. ყველა ჯიშისგან. თუ არასწორად მოვიდეთ რა. მეტისებზეც მითხარით 1-2 სიტყვა რა. მეტისებზე, კი ბატონო, აი ჩვენთან ქუჩაში მეტისებზე ძალიან რთულია გამოავლინოთ გენეტიკური პრობლემები, იმიტომ რომ ჩვენ არ ვიცით ვისთან რომ დართულები ვისთან არიან. ისინი ჯვარდებიან როგორც უნდათ, იმიტომ უნებაში არიან. და რომელიც გენი იყივლებს სადღაც. თუნდაც შეიძლება ეხლა არა, მაგრამ როდესღაც მაინც იყივლებს. ამიტომ უფრო მე მგონია მაგათი აგრესია არის დამოკიდებული თავის ყოფაზე, ცხოვრებაზე. ესე ჩვენი ბრალია. შიშებზე ფეხს მიარტყავენ, უნდობლობა აგძახს ადამიანების მიმართ. და კიდე ერთი. გინახიათ რომ ქუჩაში არიან ძაღლები, თავის სახლებით, ძალიან კარგია ეგა. მივესალმები. და აქ საჭმელი ეს რაც იწვევს იმ ტერიტორიის დაცვას. ხო. აქედან გამომდინარე აღმოაჩნდებათ მაგათ აგრესია. იცავენ თავის ტერიტორიას. რამე ხომ არ არის კიდე რაც მე არ ვიკითხე, რაც გამოვრჩა შეიძლება, ან უბრალოდ არ ვიცი რომ საკითხავია, მაგრამ სათქმელია ამ თემატიკაზე. მაინც იქ მივდივართ რომ მაინც ხალხის ბრალია ყველაფერი, უფრო მეტი. და რა თქმა უნდა, გენეტიკაც ჩართულია, რაც უკვე თქვით. მინდა უსურო ხალხს რომ მივმართო ხალხს უბრალოდ რომ სანამ აიყვანენ ძაღლს დაბეჭდნენ, რისიც გვინდა და აიყვანონ თავისივე ფსიქოტიპის ძაღლი, რომ მოუარონ ნორმალურად. სათამაშოდ თუ უნდა ძაღლი, წავიდნენ მაღაზიებში და იყიდონ პლუშის სათამაშოები. და ის შვენიერი რჩევა გადაცემის დასასრულებლად. არა, მე მაინც გირჩევთ რომ ნამდვილი ძაღლები იყოლიეთ, მხოლოდ მათ ვინც მართლა გინდათ რომ ძაღლები ყავდეთ და ძაღლებიც და კატებიც. ერთი რაღაცაც მინდა დავამატო. ხშირი შემთხვევებია მაჩუქეს და რა უყო. არ მინდოდა, მაგრამ მაჩუქეს. ამიტომ ნუ ჩუქნით ეგრე. ხალხს საჩუქრად ლუშის ძაღლები მივყვანით ეს უფრო. ძალიან დიდი მადლობა გია ჯავრიშვილი გვესაუბრებოდა აგრესიის მართვაზე ოზისთან ერთად. ოზი მას გითხრა 1-2 სიტყვა. ეს კაი ბიჭია. კარგი ბიჭი ჩანს კი ნამდვილად. დიდი მადლობა ბატონ გიას. მადლობა რომ გიყურეთ. მადლობა ზამთრის ამ დღეს რომ გვაცალა და სასიამოვნოდ გავატარეთ ეს საუბარი და კიდევ ერთხელ მოგიწოდებთ რომ ჩვენი არხი გამოიწეროთ, მეგობრებს გაუზიაროთ, გავრცელებაში მოგვეხმაროთ და რაც თავარია კომენტარები დაგვიწეროთ, რათა შემდეგი თემები უფრო კარგად და ხარისხენად ავარჩიოთ. აბა, კარგად ბრძანდებოდეთ. დიდი მადლობა.